ფიზიკის საოცრებათა გზამკვლევი. მივიწყებული სხვენის მტვრიან კუთხეში ველოსან და ფოტონიმ აღმოაჩინეს წიგნი, რომელიც თაროზე უბრალოდ კი არიდო ის უზუნებდა. ყდაზე მოტერიალე, ატომები და ოქროსფერი კბილანები იყო ამოტვიფრული. როგორც კი ველოსამ მტვერი გადაწმინდა, საკეტი გაიხსნა. ეს უბრალოდ წიგნი არ არის. ჩაჩურჩულა ველოსამ, რომლის თვალებში ფურცლებიდან გამოსხივებული შუქი აირეკლა. ფოტონი ახლოს მიიწია, გული აუჩქარდა. ის ყველგან მიმავალ რუკას ჰგავს. ანაზდეული გაელვებით სხვენის კედლებმა დნობა დაიწყო და სუფთა საოცრებების პეიზაჟად იქცა. მათი პირველი გაჩერება იყო გრავიტაციის ბაღი, სადაც ჰაერი თაფლივით სქელი ჩანდა. აქ ყველაფერს ერთად ყოფნა სურს. განმარტავდა წიგნი. ველოსამ იგრძნო, როგორ დაუმძიმდა ფეხსაცმელები. თითქოს ხავსი ან მიწაზე მიაჯეჭვესო. მან პატარა ლითონის სფერო საწევა სცადა, მაგრამ ის ლოდივით მძიმე აღმოჩნდა. გრავიტაცია სამყაროს უხილავი წებოა. დაიძაბა ველოსა, კუნთები დაეჭიმა. რაც უფრო მეტ მასას შეიცავს, საგანი მით უფრო ძლიერად იზიდავს ის სხვა რამეს. თუმცა ფოტონიმ ბაღის კედელზე აღმოაჩინა გადასართველი წარწერით მასიური და მინუსკულური. მან ის მკვეთრად მარცხნივ გადაატრიალა. უეცრად მძიმე მიზიდულობა გაქრა, ფოტონის სუნთქვა შეეკრა, როცა მისი ფეხები მიწას მოწყდა და ჰაერში გაშვებული ბუშტივით ატივტივდა. მან ნელი მოძრაობებით ჰაერში კოტრიალი გააკეთა და სიცილით მიხვდა, რომ გრავიტაციის მყარი ხელის გარეშე მთელი სამყარო უწონო ფრენის სათამაშო მოედანად იქცეოდა. ბაღის დატოვების შემდეგ ისინი გარდატეხის მდინარეში შევიდნენ. წყალი სველი არ იყო, იგი მოციმციმე თეთრი შუშისგან შედგებოდა. თეთრი შუქი საიდუმლო ბრბოა. ხმა-მაღლა წაიკითხა ველოსამ. მან მდინარის ნაპირიდან შუშის პრიზმა აიღო და ნაკადში ჩადგა. როგორც კი შუქმა შუშაში გაიარა, ის შენელდა, გადაიხარა და ფერად მარაოდ დაიშალა. წითელ, ნარინჯისფერ, ყვითელ, მწვანე, ცისფერ, ლურჯ და იისფერ ფერებად. ფოტონის უნდოდა ენახა სინამდვილეში რა სიჩქარით შეეძლო სინათლეს მოძრაობა. მან შუქის სხივი უზარმაზარ ბნელ ვაკეზე შეჯიბრში გამოიწვია. ველოსა სტარტის ხაზიდან უყურებდა, როგორ გაიჭრა ფოტონი წინ. მისი ფეხები მოძრაობისას ბუნდოვნად მოჩანდა, მაგრამ შუქი ოქროსფერი ლენტივით იყო, რომელმაც ჰორიზონტს მანამ მიაღწია, სანამ ფოტონი მეორე ნაბიჯს გადადგამდა. სამყაროში სინათლეზე სწრაფად ვერაფერი მოძრაობს. გასძახა ველოსამ და გაიაზრა, რომ სინათლეს დედამიწის გარშემო 7-ჯერ შემოვლა, სულ რაღაც ერთ წამში შეეძლო. ისინი ვერცხლისფერი კიბეები თავიდნენ პოტენციალის მწვერვალზე. მწვერვალზე დიდი, დაკლაკნილი სასრიალო იდგა, რომელიც ქვემოთ, ღრუბლებში იკარგებოდა. აქ მაღლა ჩვენ სავსე ვართ შესაძლებლობის ენერგიით, განმარტა ველოსამ წიგნის ჩახედვისას. ამას პოტენციური ენერგია ჰქვია. ჩვენ ბევრი ვიშრომეთ აქ ამოსასვლელად და ეხლა გრავიტაცია მხოლოდ იმას ელოდება, რომ ეს დაგროვილი ენერგია მოქმედებად აქციოს. ისინი პატარა გლუვ ურიკაში ჩასხდნენ, რომელიც პირდაპირ დაღმართის პირას იდგა. მცირე ბიძგით პოტენციური ენერგია კინეტიკურად იქცა, ურიკა დაეშვა და შესაძლებლობა მქუხარე რეალობად იქცა. ფოტონი სიხარულით ყვიროდა, როცა ქარი ყურებში უსტვენდა. რაც უფრო მაღალი იყო მთა, მით უფრო სწრაფად მიქროდნენ. ენერგია კი არ იკარგებოდა, ის უბრალოდ ფორმას იცვლიდა. სიმაღლის სიმშვიდიდან დაღმართის მქუხარე სიჩქარამდე. ისინი იმ კანონის ცოცხალი მაგალითები იყვნენ, რომლის მიხედვითაც ენერგია არასოდეს ნადგურდება, მხოლოდ გარდაიქმნება. სასრიალომ ისინი გიგანტური მაგნიტების დარბაზში ჩაიყვანა. ველოსამ ორი დიდი იუს ფორმის მაგნიტი აიღო და წითელი ბოლოების ერთმანეთთან მიდება სცადა. მან დაიგმინა, მკლავები აუკანკალდა. ისინი ერთმანეთს არ ეკარგებიან. წამოიძახა მან. თითქოს უხილავი კედელი უკუაგდებდა. ერთნაირი მუხტები განიზიდება, გაახსენდა მას, ხოლო საპირისპიროები მიიზიდება. მან ერთი მაგნიტი გადაატრიალა და ткаც ის ხელიდან გაუსხლტა და მეორეს მჭიდროდ მიეკრა. წიგნმა ვიბრაცია დაიწყო და მისი ფურცლებიდან მთელი კოსმოსის ჰოლოგრაფიული რუკა ამოიფრქვა. ველოსა და ფოტონი მბრუნავი გალაქტიკის ცენტრში აღმოჩნდნენ. მათ დაინახეს, როგორ იკავებდა იგივე გრავიტაცია პლანეტებს თავიანთ ორბიტაზე, რომელიც მათ იატაკზე აჩერებდა. მათ დაინახეს, როგორ მოდიოდა შორეული ვარსკვლავების ენერგია მათ თვალებამდე, სინათლის სახით. ყველაფერი ერთი გიგანტური მანქანაა. ჩასჩურჩულა ფოტონი, ხოლო ფიზიკა წესების ერთობლიობაა, რომელიც მას ამუშავებს.
სინათლე გაქრა და სხვენის ხმები დაბრუნდა. წიგნი დაიხურა. მისი ოქროსფერი ნათება კი რბილ ზუზუნამდე მინავდა. ველოსამ და ფოტონიმ სხვენის პატარა საკლიმდან გადაიხედეს, სადაც მთვარე ხეების თავზე გამოდიოდა. სამყარო ძველებურად გამოიყურებოდა, მაგრამ მათ ახლა უკეთ იცოდნენ ყველაფერი. ისინი ხედავდნენ ძალებს, მოქანავე ტოტებში და ენერგიას საღამოს ნიავში. მოგზაურობა დასრულდა, მაგრამ მკითხვები, რატომ და როგორ, მათთან სამუდამოდ დარჩება.